მინდა გთხოვოთ, ფეხზე წამოუდგეთ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. სულ რამოდენიმე ხნის წინ საჩხერემ დაკარგა არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი პირველი მოადგილე კობა ქიმაძე, რომელიც გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, იყო საოცრად კეთილი, კარგი ადამიანი, შრომის მოყვარე და ჩემთვის ამაყუარო წლების განმავლობაში ამ ადამიანთან ერთად მიწევდა საჩხერისათვის სამსახური. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტმა, რომ საჯარო მოხელეებს შორის ჩატარდეს კობა ქიმაძის სახელობის ტურნირი და სიმბოლურია, რომ დღეს მის მშობლიურ თემში, არგვეთის თემში ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოხელეების ტურნირს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ტურნირი იყოს, ესე ვთქვათ, ტრადიციული და ყოველ წელიწადს გათამაშდეს კობა ქიმაძის სახელობის თასი და ამით კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ კობა ქიმაძის დიდებულ სულს და მის სახელის უკდავებას. პირველ ყოვლისა ძალიან ძნელია ახლა ჩემთვის ისაუბრო იმ ადამიანზე წარსულ დროში, რომელთანაც რამდენიმე წლიანი როგორც სამსახურებრივი, ასევე მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა. კობა ქიმაძე იყო ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში უშურველად ემსახურებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტს იმ უზღვავ ძალას, ენერგიას და უდიდეს გამოცდილებას, რაც მას დაგროვილი ჰქონდა სხვადასხვა სამსახურში, ყველაფერს ახმარდა ჩვენს მუნიციპალიტეტში. ყოველთვის ვამბობდი მის სიცოცხლეშიც და დღესაც გავიმეორებ, რომ ფასდაუდებელი იყო კობა ქიმაძისნაირი საჯარო მოხელის მსახური ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. რადგან უამრავი სიკეთე ამ ბოლო წლებში, რაც განხორციელდა ჩვენს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ვისაც უკავშირდებოდა, ეს იყო კობა ქიმაძე. ბატონი კობა იყო უდიდესი პიროვნება, ძალიან კარგი, რა ვიცი, ბევრი ვისწავლეთ, ბევრი შევიძინეთ მისგან, ძალიან კარგი მენტორი, ძალიან შესანიშნავი ადამიანი და ძალიან ბევრი დაკარგა როგორც საჩხერემ, ასევე მერიამ ბატონი კობას დაღუპვით. უდიდესი პატივია მივიღოთ დღევანდელ ტურნირში მონაწილეობა და როგორც საჯარო მოხელე იყო ბატონი კობა და წარმოვადგინოთ ღირსეულად მერია და რა ვიცი შესაძლებებისავარად გავიმარჯვოთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საჩხერის გამგეობას, მერიას, ვინც ორგანიზებას უკეთებს ასეთ კარგ ღონისძიებებს. რა ვიცი, ხშირად ასეთ ღონისძიებებში ჩართული ვარ ხოლმე, ვინაიდან წარმოვადგენ საჩხერის სპორტ სკოლას, როგორც მწვრთნელი ტაიკვანდოსი და მოხარული ვარ, რომ ეს ასეთი ღონისძიებები ტარდება, სტიმული არის თვითონ მწვრთნელებისათვის.